გამარჯობა, მოგესალმებით. დღევანდელ ეპიზოდში გაგაცნობთ და სტუმრად გვეყოლება ბატონი დათო დონდუა. ბევრი წარდგენა მას არ ჭირდება ნამდვილად, ის გახლავთ კადრის დიპლომატი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პრინციპში პირველივე დღიდანვე ის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, გახლდათ მათ შორის საქართველოს ელჩი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, იკავებდა სხვადასხვა საფეხურზე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოზიციებს და დღეს მინდა რომ თხოვო ბატონ დათოს ვისაუბროთ ისეთ თემაზე, როგორც არის საქართველოს გზა ნატოსკენ და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც არა მხოლოდ საქართველო დგას, არამედ უშუალოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსია. დღეს ძალიან ბევრი გვესმის ამ ალიანსის ირგვლივ გარკვეულ ცვლილებებზე, გარკვეულ ქმედით უნარიანობის დონესთან დაკავშირებით და საინტერესო იქნება სწორედ ბატონი დათოსგან გავიგოთ, თუ რეალურად რა მდგომარეობა არის ამ მხრივ და მათ შორის რა გამოწვევების წინაშე დგას, როგორც ალიანსი უშუალოდ, ასევე ევროპული უსაფრთხოება და თავისთავად ცხადია აი ამ კონფიგურაციაში საქართველოს. დიდი მადლობა და გთხოვთ. მოგესალმებით გიორგი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. თემა ძალიან დროულია, როგორც აღნიშნეთ და აქტუალური. ფაქტობრივად ეპიცენტრში არის ევროპის ყურადღების ცენტრში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც დაარსების დღიდან ძალიან წარმატებულად ართმევდა თავს მის წინაშე დასახულ ამოცანებს, მაგრამ ეხლა დგება რაღაცა ესეთი მე ვიტყოდი გარდამტეხი კი არა, განსაზღვრელი მომენტი. დარჩება ალიანსი ისეთი როგორიც არის, თუ რაიმე მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის, თუ საერთოდ მის ადგილას ახალი აღმოცენდება. ეს მიმდინარე პერიოდი 1-2 წელი ამას ყველაფერს განსაზღვრავს. ამიტომ ეხლა ჩვენ ვიმყოფებით მოვლენების ეპიცენტრში და ამაზე საუბრის დროს სწორედ კარგად არის შერჩეული მე მგონი. ძალიან კარგი. მოდით დავიწყოთ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ამას რა თქმა უნდა წინ უძღოდა ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დეკადა, როდესაც ძალიან მწვავედ გააკრიტიკა ალიანსი, მოთხოვა ყველას მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე აწევა, რაც იდეაში ცუდი არ იყო აღმოჩნდა. თუმცა ეს კრიტიკის ხარცეცხლი მეორე ეტაპზეც, ანუ პრეზიდენტობის მეორე ვადაშიც ძალიან თვალსაჩინოა და აქტიურია, მიუხედავად იმისა, რომ 5%-მდე მოითხოვა გაზრდა, ასევე მუდამ საუბრობს იმაზე, თუ როდის გავა ამ ალიანსიდან. ასე რომ საინტერესო არის სწორედ აი ეს ხედვაც, აი ახლა კონკრეტულად რა გამოწვევის წინაშე დგას. შესაძლოა ვიხილოთ ალიანსის ტრანსფორმაცია თუ ახალი ალიანსი საერთოდ. მართალი ბრძანდებით, ეხლა დღის კითხვა არის ის, რომ გაიყვანს ტრამპი ამერიკას ნატოდან თუ არ გაიყვანს. ჩემი მოკლედ რომ შევაფასოთ, რო შეძლებოდა აქამდე გააკეთებდა ამას. იმიტომ რომ ცხადია, რომ მას ეს არ ესმის ნატოს მნიშვნელობა და ის არაფასებს ევროპას და ევროპელ მოკავშირეებს სათანადოდ. ის ევროპის მეგობარი არ არის. ყოველ შემთხვევაში ეს აღქმა არის აი აქ ევროპაში, მე ხლა ევროპიდან გელაპარაკები. ის რომ მოსთხოვა ჯერ 2%-მდე გაზრდა, ეხლა 5%-მდე გაზრდა, ეს სწორედ რომ კარგი პოზიტიური მომენტი არის ევროპისთვის და საჭირო არის. სხვა შორის ეს დღეს გახდა თემა, თორემ ცივი ომის პერიოდში ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, 3-5% იყო ყველა ევროპელი წევრის მთლიანი შიდა პროდუქტის მოხმარება სამხედრო ხარჯებზე. ეხლა დღეს არის ეს წარმოუდგენელი ცივი ომის დასრულების შემდეგ, ისე მნიშვნელოვნად შეამცირეს ხარჯები, რომ დღეს ეხლა 2%-მდე ვერ ადიოდნენ. ასე რომ ამას თუ გააკეთებენ, კარგი იქნება. ეხლა ზოგიერთი ჩემი ამერიკელი მეგობარი იმასაც მეუბნება, რომ შენო მიაქცევ პრო-ტრამპისტები და პრო-მაგას მიმდინარეობის პროპონენტები არიან, მიაქცევ ყურადღებას რას ლაპარაკობს. ეს სპეციალურად შერჩეული რიტორიკა და პოზა არისო იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაუძაბოს
ევროპელებს და ამისაგან მაქსიმალური მეტი გააკეთებინოს. არ მგონია ეს უბრალოდ თავის მართლება მგონია მათი მხრიდან, ვიდრე ტრამპის მიზანმიმართული პოზიცია. მე მგონი, რომ მისი ნება რო ყოფილიყო, აქამდეც გაიყვანდა. უბრალოდ ეს ადვილი არ არის. ამას ბევრი სირთულე ახლავს. მას სჭირდება კონგრესის დახმობა, სენატის 2/3 ან კონგრესის სპეციალური გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო რთული არის, ვიდრე კონგრესის 2/3 და ეს ბერკეტები კიდევ უფრო გამტკიცდა და გართულდა ბოლო პერიოდში ბაიდენის პრეზიდენტობის დროს და ტრამპის მეორე პრეზიდენტობის დროსაც. ერთი წელი არ არის გასული, რაც კონგრესმა ასევე მიიღო დამატებითი ახალი გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით. ასე რომ ლეგალური გზით რომ მიყვეს პროცესს, ამას ვერ გააკეთებს. ვერასოდეს ის ამერიკის პრეზიდენტი 2/3 სენატში ვერ მოაგროვებს. ახლა შეიძლება შემომეკამათო, რომ აქამდე რაც გააკეთა და არც ის იყო ლეგალურიო და იქაც ბევრ შემთხვევაში საჭირო იყო კონგრესის დახმობა და სხვა სასამართლოს ან ადგილობრივი ხელისუფლებების დახმობა, რაც გააკეთა იგივე ტარიფებთან დაკავშირებით, რაც გააკეთა იგივე ახლა ირანში ომის ერთპიროვნულად დაწყება და ჯარის გაგზავნა. გრენლანდიასთან დაკავშირებით რასაც აკეთებდა საერთოდ და როგორც გრენლანდია კიდე რიტორიკის იმაში იყო და ქმედებაში არ გადაიზარდა, მაგრამ ეს ირანის ომი ნამდვილი ომი არის, ხო, ეს რიტორიკას გაცდა. ასევე თვითონ ქვეყნის შიგნით რასაც აკეთებს, ახლა ჯარის შეყვანა ქალაქებში ისე რომ გუბერნატორებს არაფერს არ ეკითხება. ასე რომ რაც აქამდე უნდა და ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა და ყველაფერი გამოუვიდა. ასეთი უნარო ამერიკის კონგრესი მე არ მახსოვს. მართალია არც ის მახსოვს, როდის იყო ბოლოს, ალბათ იყო, მაგრამ არ მახსენდება, რომ ასე ერთპიროვნულად კონდეს რომელიღაც პარტიას მონოპოლიზებული ადმინისტრაციაც და კონგრესის ორივე პალატაც. როგორც წესი, აქ ყოველთვის ბუნებრივი ბალანსი არის. და ალბათ ნოემბერში ეს ბალანსი ნაწილობრივ ქვედა პალატის დონეზე ეს აღდგება, მაგრამ მანამდე დიდი დრო არის. მაგრამ ერთია მინესოტაში ჯარის შეყვანა და მეორეა ევროპიდან ჯარის გაყვანა. ანუ აქ უფრო მეტი წინააღმდეგობა იქნება და ალბათ ვერ გააკეთებს. მაგრამ გიორგი, აქ უფრო საინტერესო რა არის და მოდი აი ამაზე ვილაპარაკოთ. ეს უფრო მაფიქრებს, არა იმაზე მარჩიელობა გაიყვანს თუ არ გაიყვანს. ალბათ არ გაიყვანს, ვერ გაიყვანს. მაგრამ აი რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ დარჩა. ვერ გაიყვანა და დარჩა ნატოში გაბრაზებული, როგორც არის ახლა და კიდევ უფრო მეტად გაბრაზებულია ირანის ომის, უბრალოდ ტრამპის ომს ვეძახი მე ამას, აი ამის ფონზე, რომ ვერ მიიღო ევროპელებისგან ის დახმარება, რასაც ითხოვდა, თუმცა უბრალოდ ვერ გააგებინა ევროპელებს რას ითხოვდა, აი ამ შემთხვევაში რისი გაფუჭება შეუძლია. ახლა მოკლედ რო თქვა, შესავალით რო თქვა. მე მგონია, რომ ამით უფრო მეტს დააზიანებს, შიგნით თუ იქნება და გააგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს, ვიდრე რო ადგეს და გავიდეს ნატოდან. ამის წინ პოლიტიკოში იყო საინტერესო სტატია 1-2 კვირის წინ დაახლოებით 5 საშუალება, 5 გზა, როგორ შეიძლება ტრამპმა ნატო დააზიანოს. 5 კი არა, 25 საშუალება აქვს ამის, მე რომ მკითხო. მაგალითად რაღაცები უკვე დააზიანა. არის კომიტეტები, რომლებიც წელიწადზე მეტია უბრალოდ აღარ მუშაობს, აღარ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ ნატო მოგეხსენება არის კონსენსუსური ორგანიზაცია და თუ ერთი რომელიმე ქვეყანა არ მონაწილეობს განხილვაში, გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული. მართალია ჯერჯერობით ეს არ არის წამყვანი კომიტეტები, აიტად ადამიანური უსაფრთხოება, human security, როგორ არის ადამიანური უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება. ამ კომიტეტებში უბრალოდ არ მეტის ამერიკის წარმომადგენელი. სახალხო დიპლომატიის მთელი დეპარტამენტი გააუქმა მარკ რუტემ, როცა პირველი რაც გააკეთა, რომ მოვიდა გენერალ-მდივნის პოზიციაზე, აი ეს უშუალებელი დეპარტამენტი, რომელიც 2003 წელს იყო შექმნილი და რომლის ხელმძღვანელი იყო ერთ-ერთი მოადგილე, ერთ-ერთი დანაშენწე გენერალ-მდივნის, მთლიანად გააუქმა. თვითონ ამას არ გამიუქმებია ოპტიმიზაციის და ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის სხვა
დეპარტამენტებში მივაერთვე, მაგრამ ვინ-ვინ, მაგრამ ჩვენ ქართველებმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს ბიუჯეტის და სტრუქტურის ოპტიმიზაცია, რისთვისაც რო გაკეთებული. მაგალითად, ახლა ანკარის სამიტი რომ მიდის, იქ აღარ შედგება საკმაოდ პოპულარული, ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული სახალხო დიპლომატიის ფორუმი, რომელიც ყოველთვის ტრადიციულად იმართებოდა ნატოს სამიტების პარალელურად და მაშინ ბევრი ქართველი პოლიტიკოსის და არასამთავრობოც მონაწილეობდით. ანუ რაღაცები გაჩერებულია. მართალია ახლა რაც თქვით, ეს არ არის წამყვარი კომიტეტები და მთავარი მიმართულებები. მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ამ მთავარ საკითხებში ამერიკა უკან არიხევს, დიდი დელეგაცია ყავს და აგრძელებს მონაწილეობას, მაგრამ ერთხელაც რომ გადაწყვიტოს და ამას არ ჭირდება კონგრესის თანხმობა, რუბიომ რო დაურეკოს Whitaker's ამერიკის ელჩს და უთხრეს, რომ არ გაუშვეს წარმომადგენელი უკრაინის სხდომაზე, ან რუსეთის სხდომაზე. აი მაშინ დაშვებით, მაშინ რა ხდება და ხდება სერიოზული პრობლემა. ანუ თვითონ ნატოს მუშაობა დაკნინდება. თან ისე რომ ამერიკა შიგნით არის, არავინ არსად არ გასულა, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ეხლა ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს ამ სცენარში არის, აი სანამ გეტყოდე უბრალოდ ერთ რაღაცას კითხავ, აი შენთვის ნატოს რომ გაიგონებ, პირველი ასოციაციაში რა მოხდეს. აი შენ ახლა სპეციალისტი ხარ და ბევრი რაღაცა მოგიგო. სამი მუშკეტერის პრინციპია, ხო? ანუ ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის. ხო, რა თქმა უნდა, აი ნებისმიერ არ უნდა ამას ნატოს ცოდნა, აი ვინც არ იცის, სიღრმისეულად ნატო იმასაც რომ კითხო პირველი რაც თავში მოუვა, ეს არის მეხუთე მუხლი. ანუ რომელიც არის ვაკუთხედი ნატოსი. ნატო მთლიანად არის მეხუთე მუხლი, ამისთვის შეიქმნა. სხვაჩვენს შენ ალბათ იცი, მაგრამ ბევრმა ისიც არ იცის, რომ მსგავსი ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი დებულება არის ევროპის კავშირის ხელშეკრულებაშიც. 42 მუხლი მე-7 პარაგრაფი, რომელიც აი რო წაიკითხო, ხო? შინაარსით უფრო ძლიერია ვიდრე მე-5 მუხლი. მე-5 მუხლი როგორც მთლიანად ნატოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება ძალიან ზოგადი არის. ძალიან ზოგადია და ეს ამბობს, რომ თავდასხმა ერთზე განიხილება თავდასხმა ყველაზე და შემდეგ ყველა ქვეყანა თავისი შეხედულებისამებრ იღებს გადაწყვეტილებას რა სახით დაეხმაროს. ანუ სრული ავტონომია აქვს ქვეყანას. რა სახით დაეხმარება, ან თუ არ დაეხმარება, ვერც ვერავინ დააძალებს. აი ევროკავშირის ხელშეკრულებაში 42.7 ის პირდაპირ ავალდებულებს, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ყველა ვალდებულია ყველა საშუალებით, ნებისმიერი საშუალებით მხარში დაუდგეს აი ამ რაც რა ქვია ვიდრე იქნება თავდასხმა, მაგრამ არავინ ევროკავშირს აი ამ 42.7 მუხლთან არავინ არ ასოცირებს. ევროკავშირს რო გაიგე პირველი რაც გახსენდება არის საერთო ვაჭრობა, საერთო ბაზარი, 4 თავისუფლება, თავისუფალი მიმოსვლა, შენგენი, საერთო ვალუტა. ხო, მაგრამ ნატოს არის მარტო მე-5 მუხლი. ანუ მე-5 მუხლი რო გამოაცალო, რო დააკრინო მე-5 მუხლი, ნატოსგან არაფერი არ დარჩება. ამიტომ და ამის გაკეთება შესაძლებელია აი ამ რიტორიკით, რა რიტორიკასაც ტრამპი აკეთებს, დაიწყო ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის დროს და ახლა აგრძელებს. ამას არ ჭირდება, არანაირი მოქმედება არ არის საჭირო, არც გასვლა, არც ჯარის გაყვანა, უბრალოდ აი ამ რიტორიკის გაგრძელებას. ამერიკის პრეზიდენტების რიტორიკას აქვს ხშირად ისეთივე ძალა, როგორც მის სამხედრო ქმედებას. ამის ახლა ეს ზეპირად ნათქვამი რო არ იყოს, ამის მაგალითებიც არსებობს. აი მაგალითად თურქეთი ნატოში მიიღეს, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ემუქრებოდა სტალინს თვალი ჰქონდა დადგმული სრუტეების გაკონტროლებაზე და ეს აი აღმოსავლეთი ტერიტორიები ჩვენი და სომხეთის მოსაზღვრე ართვინის და არდაღანის რეგიონების ანექსიას აპირებდა და ამის გამო მიიღეს ნატოში, მაგრამ როგორც ამბობენ, ამან სტალინს არ აღებინა ხელი
თავის განზრახვაზე და აგრძელებდა ომისათვის მზადებას და შემდეგ ეიზენჰაუერმა ერთ-ერთ გამოსვლაში, ახლა ვეღარ ვიხსენებ, ეს ინტერვიუ იყო თუ საჯარო გამოსვლა იყო, აი არაფერთან კავშირში ესეთი რაღაცა თქვა, რომ თუ საბჭოთა კავშირი თავს დაეხმარება თურქეთს, ამერიკა აუცილებლად დაეხმარება თურქეთს სამხედრო გზით. ვერავინ ვერ გაიგო, რისთვის იყო ეს ნათქვამი, იმიტომ რომ ეს მზადება ასე მაშინ საინფორმაციო გარემო არ იყო დღეს რო არის ესეთი და არავინ სოფლიოში არ ლაპარაკობდა ამაზე, მით უმეტეს როცა ნატოს წევრი გახდა თურქეთი, იმის მერე იგეს რომ ეს საკითხი მოგვარებულია და ამ დროს ამერიკის პრეზიდენტი აკეთებს ესეთ თითქოს და გაუგებარ განცხადებას. ვერავინ ვერ გაიგო, მარტო სტალინმა გაიგო, ვისთვისაც იყო ეს ნათქვამი და აი საბოლოოდ იქ როგორც ამბობენ, მაშინა იყო ხელი თურქეთის ანექსიაზე. ანუ ერთი განცხადება იყო საკმარისი ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან. უფრო აქეთ წამოვიდეთ. მის სიტყვას ძალიან დიდი ძალა ჰქონდა მაშინაც და აი მოდი ახლა აქეთკენ ჩვენი მაგალითი ავიღოთ. გაიხსენე 2008 წლის 9-10 აგვისტოს რას ვაკეთებდით, ვიწყედით თბილისში და მარჩიელობდით. გორიდან წამოვიდოდნენ ტანკები თბილისზე თუ არა, რა მააღებინა საბოლოო ჯამში ხელი რუსეთს თბილისისკენ შტურმზე. გახსოვს ხო? ამერიკის პრეზიდენტი რომ სატელევიზიო გამოსვლა გვერდზე თავდაცვის მინისტრი რო ეყენა, რომ ამერიკული ჰერკულესები მოფრინავენ საქართველოში, ჰუმანიტარული თვირთი მოაქვთ, რომელიც უნდა გავანაწილოთ მთელ საქართველოს ტერიტორიაზე და იმედია ხელს არავინ არ შეუშლისო. აი ეს იყო როცა დაკოკეს ტანკები და გორიდან გაიყვანეს მერე ცხინვალში. ისე რომ არც ფლოტი შემოუყვანია შავ ზღვაში. მარტო მაინც შემოიყვანდა, მაგრამ მაინც. არამედ ერთი განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის რიტორიკულ განცხადებას აქვს ისეთივე ძალა, როგორც ვთქვათ, მეექვსე ფლოტს ან მთელ ლეგიონს. ამდენად, ოღონდ ეს ამერიკის პრეზიდენტია ლაპარაკი, ახლა მაკრონმა, მერცმა, სტარმერმა რამდენიც არ უნდა ელაპარაკონ, რუსეთს სასაცილოდ არ ყოფილი და შეიძლება პირიქით ძალით გააკეთოს რაღაცა, რომ აი მეც არ მაინტერესებს შენი აზრი, მაგრამ ერთადერთი ვისაც უსმენენ რუსები, ეს არის ამერიკის პრეზიდენტის განცხადებები. აქ ახლა ერთი კარგი რაღაცა ეს არის, რომ სამწუხაროდ თუ საუბედუროთ, ტრამპის რიტორიკა უკვე ისეთი ძლევმოსილი აღარ არის, იმიტომ რომ ყოველ დღე იმდენ რაღაცას ლაპარაკობს, რომ უბრალოდ ყველაფერი რომ სინამდვილეთ მიიღო, მაშინ საერთოდ დაიბნევი, ასე რომ 1 და 2 და 3 განცხადებით არა, მაგრამ ეს თუ ასე გაგრძელდა, როგორც ახლა აკეთებს და ერთ-ერთი ბოლო იყო, აი ეს იყო შოკის მომგვრელი, მართალი გითხრა, ყველასათვის. ტელეგრაფთან იყო, მე მგონი ინტერვიუ, როცა ნატო შეადარა ქაღალდის ვეფხს, Paper Tiger. და თან ამაზე არ გადაჭერდა, რომ ეს რუსებმაც კარგად იციან, ანუ პირდაპირ მიანიშნა რუსებს, რომ ნატო არაფრის მაქნის. ეს ხო არის პირდაპირი მოწოდება, ეს რომ ბაიდენს გაეკეთებინა, მეორე დღეს რუსეთი შევიდოდა სადღაც, ან ესტონეთში, ან იმ სულაკის დერეფანში, ან სადღაც აქვს ნატოს ეს სუსტი წერტილები, მოწყვლადი წერტილები და რუსები სწორედ ახლა ამას უყურებენ, ანალიზებენ და ელოდებიან ეს თუ გაგრძელდა, აი დროში გაგრძობილად და ტრამპის 3 წელი კიდე ლამის 3 წელი ასე წამსვლელი არ არის. შეიძლება ერთხელაც ჩათვალონ, რომ ეს მართლა არ არის მეხუთე მუხლის ამოქმედებელი თუ რაღაცა პატარა ტერიტორიას მივიტვისოთ და აქ არ არის საჭირო აი უკრაინასავით სრულ მასშტაბიანი შეჭრა და დედაქალაქზე წასვლა. მაგალითად ლიეტუვის ან ესტონეთის ნარვა მაგალითად. ლიეტუვასთან არ აქვს საზღვარი, მაგრამ ესტონეთთან საზღვრიდან თვალსაჩინოში არის ნარვა. ანუ 30-35 კილომეტრი არის. და ეს ერთი ქალაქი რო აიღოს ნარვა მე დგება საკითხი, ავამოქმედოთ მეხუთე მუხლი თუ არა და აქ რომ ეს მეხუთე მუხლი ღირს ამოქმედება რაღაცა ერთი პატარა ქალაქისთვის თუ პატარა დასახლებული პუნქტისთვის. ეს სხვათა შორის ახალი არა, ეხლა ბევრი რამე რაც დღეს ჩვენ გვესმის და გვიყვირს, ადრეც იყო, ცივი ომის დროსაც იყო, მუდმივად იყო, ევროპელებს მუდმივად ჰქონდათ, განსაკუთრებით გერმანელებს და ფრანგებს, ეჭვიანები ვინც არიან, რომ აი რამდენად ერთგული იქნებოდა ამერიკის ესა თუ ის პრეზიდენტი და განაერთია ბევრი იგივე აიზენჰაუერთან ჰქონდათ კითხვები, კენედისთან,
ნიქსონთან, კარტერთან, მეტი ვინ დარჩა, ფორდი და რეიგანი, ხო? სხვადასხვა მიზეზები, ყველა პრეზიდენტად სხვადასხვა რაღაცის გამო სულ ეჭვობდნენ, რომ აი რაღაცა პატარა დარღვევა რომ მოხდეს. ეს არა ეხლა ფრონტალურად რომ შემოვიდეს, ოდერზე გადმოვიდეს და დაიჭრას დასავლეთით. ეგ არა, მაგრამ აი პატარა ნარვა რო აიღო, სულაკის დერეფანი რო დაიკავოს, სულაკის დერეფანი უფრო ესეთი არა, პროვოკაციული, აი ნარვა ყველა ესეთი არა. აი მაშინ რა მოხდება? ამოქმედებს მეხუთე მუხლს. აი ამ დროს თუ ნატომ როგორც უწერია მანდატში, რომ არ აქვს მნიშვნელობა ტერიტორიას, აი ერთი პატარა გოჯიც რომ დაირღვეს ტერიტორიული მთლიანობა, მეხუთე მუხლი უნდა ამოქმედდეს. აი ამ დროს რომ უკან დაიხიოს და ამერიკამ რომ ეს არ გააკეთოს, ეს იქნება ნატოს დასასრული. აი ცოცხლად მოკვდება ეს ორგანიზაცია, იმიტომ სხვა მეტი ფუნქცია ნატოს გარდა მეხუთე მუხლისა არ აქვს. ამ ყველაფრის გაკეთება, რაც ახლა მე ჩამოვთვალე, შესაძლებელია ერთპიროვნულად ყოველგვარი ლეგალური პროცედურების გარეშე. ეხლა მე ცოტა ისეთი აპოკალიფტური სურათი დავხატე, რომ აქ ევროპაში მართლა სერიოზულად ეშინიათ. და სერიოზულად ზოგიერთების აპოკალიფტური და აქ ხო იმაზეც არის ბატონო ბოდიში რომ გაწყვეტინებ საუბარი რომ მაგალითად რუსეთს ჭირდება ნებისმიერ ფასად თუნდაც მცირე გამარჯვების მიღწევა. იმ პროპაგანდის გამართლება რაშიც აცხოვრებენ თავიანთ 130 თუ 140 მილიონ ადამიანს ხო თვითონ რუსეთის შიგნით. რასაც აი ეს მათი პროპაგანდა და ეს ზე ჯგუფები და ასე შემდეგ ავრცელებენ მუდმივად. და აქ თუ დაინახეს რაღაცა სუსტი წერტილი, თავისთავად ცხადია, რომ სადღაც ეს პატარა გამარჯვება დაჭირდებათ და თუ ნარვა ძალიან კარგი მაგალითია, იმიტომ რომ პირდაპირ ამბობენ, რომ ისინი დიდი ხანია ებრძვიან ნატოს და თუ სადღაც ნატოს პატარა მიწა დაიკავეს, ეს მათთვის გამარჯვების გასაღება იქნება, ხო? დაჭირდებათ დედაქალაქზე გამარჯვება. მთავარია პრეცედენტი, ერთი პრეცედენტი, პატარა პრეცედენტი შექმნა. და ამის რომ დაირღვა მეხუთე მუხლის საზღვარი. ძალიან დიდ რო დაარღვევენ, მაშინ იქნება გამოხმაურება, მაგრამ აი სწორედ გატესტვა თუ უნდა გატესტავენ აი ეს პატარა მონაკვეთი ერთი ქალაქის გამო ღირს მესამე მსოფლიო ომის დაწყება. აი ამაზეა ლაპარაკი. თან თუ ნარვაში რამეს გააკეთებენ, ეს არ იქნება ეს სევასტოპოლისნაირად მწვანე კაცუნები. მწვანე კაცუნები არც გამოვათ, იმიტომ ეხლა ესტონელებიც გულხელდაკრეფილი ხო არ წედან, სერიოზულად ემზადებიან ამ პროვოკაციისთვის და ესტონელებთან ერთად ფინელებიც ემზადებიან, რადგან გაცხადებული აქვთ, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით თუ საჭირო იქნება ესტონელების გვერდით, ასე რომ თუ გატესტავენ კონვენციური საშუალებით, ნუ კონვენცია ხა დრონებიც უკვე კონვენციური გახდა. აი მანდ მინდა ცოტა უფრო გავშალოთ კიდე ეს თემა, რომ რამდენად როგორია თქვენი დაკვირვება, რამდენად აღიქვავენ ევროპაში რუსულ საფრთხეს, რამდენად აღიქვავენ რუსულ საფრთხესთან ერთად ალიანსის აუცილებლობას, ძლიერი ალიანსის აუცილებლობას და როგორ მუშაობენ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეინარჩუნონ და აქვე არ ვიცი ხა ძალიან გრძელი კითხვა რო არ გამომივიდეს, მაინც ევროკავშირის 42 დროპ 7-ის პუნქტად შევეხები, იმიტომ რომ ამაზე ძალიან ბევრი წელია საუბრობენ, რომ ევროკავშირს უნდა კონდეს თავისი თავდაცვის ძალები, თავიდან იყო საუბარი, არ გამოვიდეს რაღაცა პარალელური სტრუქტურა და აი როგორ ფიქრობთ, შეიძლება ერთიდან მეორეში გადავიდეს რაღაცა თუ აი რაღაც როგორ რა ეტაპზე ვართ ამჟამად რა ძალიან დიდი კითხვა გამოვიდა ბევრი სეგმენტით, მაგრამ ნუ ნელ-ნელა მივყვეთ და აი დავყოთ და თანმიმდევრულად გავყვეთ. პირველი აი რამდენად აღიქვამენ ევროპაში, აქ ახლა გეოგრაფიულ რუკას უნდა შევხედოთ, რაც უფრო შორს არიან რუსეთისგან, მით უფრო ნაკლებად აღიქვამენ. რადექსიკორსკის აქ ესე მოსწრებულად თქვა შარშან ნატოს სააგის სამიტის პარალელურად მიმდინარე სახალხო დიპლომატიის ფორუმზე, რომ რაც უფრო ახლოს არის ქვეყანა რუსეთთან, მით უფრო მეც ხარჯავს უსაფრთხოებაზე. ჩვენთან პოლონეთში ესეთი გამოთქმა არსებობს, რომ ყველა ქვეყანას ყავს ჯარი, ან საკუთარი, ან უცხო ქვეყნის. და
საშუალო და შორეულ პერსპექტივაში საკუთარი ჯარის სხოლა უფრო იაფიჭდება ვიდრე უცხოპერსის ხო, ნუ მოსწრებულად არის ნათქვამი, მაგრამ ეს არის სწორედ შინაარსი იმისა, რაც ახლა ხდება. ეხლა რამდენად აღიქვამენ ესე ვთქვათ, ისევ იმაზეა დამოკიდებული, ვინ სად არის. ხა ფინალებმა და შვედებმა როგორ აღიქვეს, ხო ვნახეთ არა. ამდენი ხნის მყისიერად პრაქტიკულად. პრაქტიკულად მყისიერადვე აღიქვეს. მყისიერად აღიქვეს მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო თვალსაზრისით ბევრად უფრო ძლიერები იყვნენ სხვა ბევრ ევროპულ სახელმწიფოზე და სამხედრო თვალსაზრისით ფინეთი ფაქტიურად და შვედეთიც ფაქტიურად მთლიანად ინტეგრირებული იყო ნატოს თავდაცვის სისტემაში. პოლიტიკურად არ იყო ალიანსის წევრი და მეხუთე მუხლი ასე არ ამოქმედებოდა, მაგრამ ისინი მარტო არ იყვნენ, მათი სამხედრო სტრუქტურა იყო მთლიანად ნატოს სტრუქტურაში ინტეგრირებული და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არც ერთი ესეთი განცხადება არ გაუკეთებია რიტორიკული, რომ თითქოს ფინეთს ან სტოკჰოლმს რამეში ედავებოდა, მაგრამ მათ ჩათვალეს, რომ მაგათი უსაფრთხოებისთვის უფრო კომფორტული იქნება და უფრო გარანტირებული იქნება, თუ იქნებიან ნატოს წევრები. ეხლა მე ავსტრიიდან გელაპარაკები. ავსტრია არის ტრადიციულად ავსტრია და შვეიცარია დარჩნენ ეს ნეიტრალური ქვეყნები, ორივეს თავისი ისტორია აქვს. მაგრამ ეს თემა ნეიტრალიტეტის თემა ავსტრიაში ძალიან ესეთი არის ტოქსიკური თემა არის და ყველა პოლიტიკოსი ერიდება მასთან მიახლოებას, განსაკუთრებით არჩევნები თუ ახლოვდება. ანუ საზოგადოებაში ძალიან არაპოპულარულია, რომ დაიწყო ახლა ნატოს პროპაგანდირება. თითო ოროლა პოლიტიკოსია და ძალიან ადრე მცირე ჯგუფი კონსერვატორი ავსტრიელებისა, რომელიც ამას მხარს უჭერენ, მაგრამ ისინიც ასე ხალხსახლად აი ნატოში გვინდა, არა, უბრალოდ ეს უკრაინის აქტიურ მხარდაჭერაში გამოხატავენ აი თავის პოზიციას, მაგრამ აბა ერთი წარმოვიდგინოთ, ღმერთმა დაიფაროს და პუტინს მიეღწია იმისთვის, რა ამოცანაც ჰქონდა უკრაინაში დასახული და გასულიყო ბოლომდე და ეხლა რუსის ჯარი მდგარიყო ოდესის პორტში და თუ იდგებოდა კიშინევის წაღებული ექნებოდა. მაშინ ავსტრია რჩებოდა ორბანის უნგრეთის იმედად და არ ამგონია მაგის იმედად ყოფილიყვნენ, ფინეთს დაასწრებდნენ ნატოში გაწევრიანებას. ანუ სანამ უშუალოდ საფრთხე არ ემუქრება ქვეყანას, მანამდე ამის გააზრება ძნელი არის. ახსოვთ ახლა შარშან ჰააგის სამიტზე 5%-ზე რომ დათანხმდნენ სამხედრო ხარჯების გაზრდას მთლიანი შიდა პროდუქტის. ესპანეთი მაგალითად დღემდე წინააღმდეგი არის ამისთვის, იმიტომ რომ ეხლა ამ საფრთხეს, ნუ იქ შიდა პოლიტიკის თემებიც არის გასაგებია, მაგრამ ეს თემები იმიტომაც არის, რომ ესპანელისთვის წარმოუდგენელია ეხლა რუსული საფრთხე. ბელგიაც ახლა ესე ესპანეთივით ხმამაღლა არ უთქვას, მაგრამ ისინიც უკმაყოფილოები არიან, სლოვაკეთი კიდე სხვა თემა არის, გეოგრაფიულად ესეთ უნდა აწუხებდეს, მაგრამ უკრაინის ომმა პრინციპში ბევრი დააფიქრა და აი ტრამპის ბოლო მოქმედებებმა კიდევ უფრო გამოაფხიზლა და აი მე ახლა შარშან ბევრ კონფერენციაში მიმიღია მონაწილეობა და ბევრი სტატია დამიწერა და ყველგან ვამთავრებდი იმით, რომ აი ევროპის გაღვიძების ზარმა დარეკა და დროა ევროპა გაიღვიძოს. Europe wake up. მაგრამ რამდენი რაღაცა რო ხდებოდა და ეს რაღაცა იგი ვენსის გამოსვლა მიუნხენში და სხვადასხვა ესენი სამხედრო დოქტრინა, ახალი სამხედრო დოქტრინა ამერიკის, ახალი უსაფრთხოების National Security Concept, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია იქ ყველა იმპერია ამას მიუთითებდა, რომ ამერიკა გადადის ეგრეთ წოდებულ ქართულად როგორ თქვა, ტრანზაქციულ უსაფრთხოებაზე, გარდამავალი უსაფრთხოების პერიოდში, ხო?
გარდამავალი. გარდამავალი არა, კიდე ეს ტრანზაქციონალ არა, ტრანზაქციული, როცა უსაფრთხოება დამოკიდებულია რაღაც პირობებზე. შენ თუ ამას გააკეთებ, მე დაგეხმარებ, თუ არ გააკეთებ, მიხედე შენ თავს. ხო, აი ძალიან ბევრი სიგნალი იყო გამოგზავნილი ევროპისადმი და აი აღვიძარა რომ დაყენებული და ძალიან რო გეძინება და გაგაღვიძებს და მე პაუზას რომ დააჭერ და გააგრძელებ 5 წუთი ძილს, მე კიდე დარეკავს, კიდე მაგრამ იმასაც ლიმიტი აქვს, ხო ეს გაუთავებლად არ მუშაობს და აი ბოლო იყო გრენლანდია. აი გრენლანდიის მერე უკვე ყოველგვარი ილუზია და იმათაც კი რომელსაც და ან არ უნდათ გაღვიძება და არ უნდათ დაჯერება, უკვე დღეს ყველა ხვდება რომ ეს ამერიკის ერთ-ერთ სტატიაში მიწერია რომ ევროპის ბრწყინვალე ეპოქა, აი ბელ ეპოქ რო ამბობენ, დამთავრდა. დამთავრდა უკრაინის დამთავრდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, მაგრამ ეს ბოლოდ გაანალიზეს მიხვდნენ ამას აი გრენლანდიის შემდეგ. ანუ ის რაც იყო ეს ამერიკის გარანტირებული უსაფრთხოება, რუსული შედარებით იაფი გაზი და ჩინური იაფი პროდუქტი ეს დამთავრდა. ანუ ახალი სამყარო არ, უბრალოდ ახალი ჯერ არ შექმნილა, ეს გარდამავალი პერიოდია, მაგრამ რაც იქნება, ის ნამდვილად აღარ იქნება. და ეხლა თუ ვინმეს ხო, დიახ. ასრულეთ, ხო. ხო, თუ ვინმეს ახლა მე ამიტურად გონია, მეგონი აღარ გონია, მაგრამ თავიდან ეგონა რომ აი კიდე 3 წელი გავძლო და ტრამპი აღარ იქნება. ტრამპი არ იქნება, სხვა იქნება, რესპუბლიკელი იქნება, დემოკრატი იქნება. ეს დროის მოტანილი არის, რაც ეხლა ხდება. ანუ არ შეიძლება რაღაცა ეს დიდი კატაკლიზმური მოვლენები დააბრალო ერთ ადამიანს. ეს რაც ეხლა ეს ტრანზაქციულ უსაფრთხოებაზე გადასვლა, ეს დროის მოტანილი არის. ბევრი რაღაცა არასწორად კეთდებოდა, ბევრი რაღაციდან დასკვნები არ გაკეთდა, ბევრი რაღაცა დაგვიანდა ევროპაში, მსოფლიოში, იგივე ამერიკაში, შიდა პოლიტიკაში. ასე რომ ტრამპი აკეთებს იმას, რაც დრო მოიტანა, უბრალოდ აკეთებს თავისი თვისთვის ჩვეული რაღაცა არასტანდარტული, არაეთიკური და აქამდე მიუღებელი მეთოდებით. აი ტრამპზე ამბობენ, რომ ტრამპმა აი წაშალა ზღვარი აი იმისა თუ რა დაწერილი და დაუწერელი კანონები არსებობდა პოლიტიკის კეთებაში. იყო რაღაცა, იყო საზღვრები, პოლიტიკური კორექტულობის საზღვრები წაშალა. იყო რაღაცა, რომელიც იქით აღარ უნდა გადასულიყვნენ. თუ რაღაც სათქმელი იყო, ამას დიპლომატიურად აკეთებდნენ. დღეს აი თავისი რიტორიკით პოლიტიკური კორექტულობა როგორც ეგეთი აღარ არის და ალბათ აღარც დაბრუნდება. ანუ რაღაც ფორმით შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის უკვე აღარ იქნება. ანუ ამერიკამ ყველაზე ცუდი რაც არის ევროპელების თვალში დაკარგა ნდობა. ახლა მე მინდა ზუსტად აი მაგ ბოდიში რომ გაგაწყვეტენ, ჩვენ ვრჩება დაახლოებით 6 წუთი და მინდა რომ მოვასწრო მინიმუმ 2 კითხვის დასმა. პირველი ეს არის აი ამ ფონზე უკრაინის ნატოში წევრობა როგორ ჩანს თქვენი გადმოსახედიდან და მეორე ცხადია, იმიტომ ჩვენი საუბარი არ შეიძლება არ დავასრულოთ იმითი, რომ აი ამ ფონზე საქართველოს რა პერსპექტივა ესახება წინ. სადღაც ერთი 6 წუთი გვაქვს დარჩენილი ამ ყველაფრისთვის. ვეცდებით ჯავათიო. უკრაინის ნატოში დღეს ნატოს წევრ გაფართოებაზე ლაპარაკი არ არის, იმიტომ რომ ომია და ომის დროს ომში მყოფი ქვეყნის ხარჯზე ნატო არასოდეს არ ფართოვდება. მაგრამ როცა ეს ომი გაჩერდება, არ ვამბობ დამთავრდება, გაჩერდება, აი შემდეგ უკრაინის საკითხი აუცილებლად დადგება. რაც არ უნდა ილაპარაკონ დღეს. ახლა რასაც ტრამპი თხოვს, ეს არის არარეალური, რომ უკრაინამ კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ არასოდეს არ იქნება ნატოს წევრი, რომ ნატომ აიღოს ვალდებულება, რომ არასდროს ეს არ მოხდება. თან ასეთი რაღაც საკითხის ასე მოთხოვნა არის ტრამპის მხრიდან არალოგიკური. ერთის მხრივ ევროპელებს ეუბნება, რომ მე გავდივარ ევროპიდან და თქვენ უნდა მიხედოთ თქვენ თავს. თუ რაღაცა დიდი უბედურება მოხდა, დამიძახეთ და მოვალ. სულ არ მივდივარ, მაგრამ ძირითადი ტვირთი თქვენ აიღეთ. მე გავდივარ და წარმოიდგინე ახლა ევროპიდან ამერიკა გადის და უკრაინა არ შედის. ევროპამ რა უნდა ქნას? ევროპა სულ არ უნდადეს. აქით შეეხვეწება უკრაინას
რომ მოდი და ამავე დროს უკრაინა უკვე გახდა, ის კი არა რომ მომავალში გახდება, უკვე გახდა ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტი და ეს დოკუმენტურადაც დაფიქსირდა შარშან ჰააგის სამიტის იმაში რა ქვია დასკვნით დოკუმენტში, რომ უკრაინის უსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს წერია დასკვნით დოკუმენტში და აბა როგორ შეიძლება ეხლა ნატო იქნება თუ არ იქნება ნატო, უკრაინა უკვე არის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის წევრი. ეხლა ნატოს მომავალზე რომ ვილაპარაკოთ და უკრაინის და საქართველოს წევრობაზე, საერთოდ უნდა ვნახოთ რა მომავალი აქვს ნატოს. ნატო დარჩება ამ სახით თუ არ დარჩება. მე რომ მკითხო, მოდი ეხლა რაღაცა ზოგადი განცხადებებით შემოვიფარგლო და მე უფრო დაწვრილებით თუ გვექნება კიდე საშუალება და თუ იქნება ინტერესი შეიძლება ცალკე გადაცემა ჩავწეროთ. დღეს ეხლა ცოტა ისეთი პროვოკაციული რაღაცას ვიტყვი. ნატო აი ამ კონფიგურაციით, რაპო კონფიგურაციით და დღეს არსებობს არის ერთგვარი ანაქრონიზმი. ეხლა ცოტა ხმამაღლა ჭრეს, პულს ხვდება ალბათ, მაგრამ ეს კონფიგურაცია არის იმ დროის 1959 წლის ევროპის უსაფრთხოების კონფიგურაცია, როცა ევროპას ერთადერთი საფრთხე ჰქონდა აღმოსავლეთიდან საბჭოთა კავშირის სახით და ამიტომ მაშინ შეიქმნა სწორედ აი ესეთი გზედებში და განედებში გაწერილი ტერიტორია. დღეს უსაფრთხოების გარემო არის რადიკალურად შეცვლილი. ის საფრთხე, რაც იყო რუსეთიდან ევროპაში დარჩა, მაგრამ გაჩნდა სხვა ახალი საფრთხეები, რომელიც ყველა მიმართულებიდან ემუქრება, პირდაპირ და არაპირდაპირ. არის საფრთხეები, რომელსაც მისამართი აქვს, რომელსაც სახელი აქვს, და არის ისეთი საფრთხეები, რომელსაც არც ტელეფონი აქვს, არც მისამართი არ აქვს, ეს კიბერსაფრთხეები. სახელი აქვს, მაგრამ მისამართი არ აქვს, კი. ხო, სახელი აქვს და მისამართი, აი ვის დაურეკო ის რო არის ცნობილი, რომ ტელეფონი მითხრათ, ვის დაურეკო ტერორისტული მაშინ. ვერავის ვერ დაურეკავს. კიბერგამოსაფრთხეები, საერთაშორისო ტერორიზმი, ნარკობიზნესი, მემარჯვენე ექსტრემისტული მოძრაობები, სიღარიბე, კლიმატი, ეს ყველაფერი გამოწვევებია. თანამედროვე უსაფრთხოების გარემო არის ძალიან კომპლექსური. გლობალური და ამ გლობალურ საფრთხეებს უკვე რეგიონული უსაფრთხოების სისტემებით ეფექტურად ვერ გავუმკლავდებთ. კი, არის რაღაც რეგიონული ნიუანსები უსაფრთხოების და ამას შეიძლება რაღაც რეგიონულად მოუარონ, მაგრამ გლობალური გამოწვევებს სჭირდება გლობალური ორგანიზაცია. ამიტომ რაღაც ეტაპზე ნატოს ადგილას შეიქმნება ალბათ რაღაც ახალი, უფრო ფართო ორგანიზაცია. ოღონდ ისე არა რომ აი ნატო მთლიანად გაუქმდება და სულ ახლიდან ნატოს იმდენი რაღაცა აქვს, რაც უნდა გამოიყენოს. რაღაცა ფუნდამენტი დარჩება, რომელზეც სტანდარტები, კოალიციური ოპერაციები, ეს სტრუქტურა, პრინციპები, სარდლობა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. ოღონდ აი გეოგრაფიულ კოორდინატებში ვეღარ ჩაატევ ამას. დღეს უკვე ნატოს ოპერაციებში, აი ეს ავღანეთის ოპერაციაში უამრავი სხვა ქვეყანა იყო, არა ნატოს წევრი იყო, ჩვენც ვიყავით ხო ჩართული. ასე რომ ამ ახალ სტრუქტურაში, რომელიც ოდესღაც შეიქმნება, როდის ძნელი სათქმელია, მაგრამ იქ აუცილებლად იქნება ადგილი შორეული სახელმწიფოებისთვის, ევროპისთვის შორეული, როგორც არის ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთი კორეა, რაც ლათინური ამერიკის ქვეყნებიც. ჩვენ სახეზე გვექნება სრულიად ახალი ორგანიზაცია. მაგრამ ეს არის ესეთი ძალიან შორეული თემა არის, ამ შეიძლება 10 წელი დაჭირდეს ამას. რაც შეეხება უკრაინის ნატოს წევრობას, რაც შეიძლება საქართველოს პოტენციურად ნატოში დაბრუნებას, ამას შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ. აუცილებლად ვისაუბროთ, იმიტომ რომ აქ ჩვენი დრო ვერანაირად ვერ ჩავა. აქ ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხაროდ. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ საუბარი ამ თემაზე და აქ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ და მეორე განყოფილებას შემოგთავაზებთ პრინციპში მომავალ კვირაში თუ თქვენი თანხმობა იქნება ამის თაობაზე. კი ბატონო. დიდი მადლობა. გვემადლობთ.